მოგესალმებით. დღეს შაბათია და 16 საათზე იმუნიტეტში ტრადიციულად საინტერესო სამედიცინო თემებით ხვდებით ერთმანეთს. ჩვენ კი გადაცემის წამყვანები, კარდიოლოგი ნინო ნადირაძე და ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუა ვართ. დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ რეკონსტრუქციულ ბარიატრიულ ქირურგიაზე, რომელიც იმ პაციენტებს ესაჭიროებათ, ვისთვისაც პირველადი ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. გაგაცნობთ რევიზიული ჩარევების თანამედროვე მიდგომებს, რომლებიც უზრუნველყოფს გართულებების ეფექტურ მართვას და წარმატებული შედეგების მიღწევას. იმუნიტეტის მეორე ნაწილში კი 2 და მეტ შეწყვეტილ ორსულობაზე ვისაუბრებთ. ეს არის რეპროდუქტოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რომელიც დაახლოებით ქალთა 5%-ს აწუხებს. განვიხილავთ პრობლემის სირთულეს, ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, გამომწვევ მიზეზებს და მკურნალობის თანამედროვე პრინციპებს. დღეს ჩვენი სასაუბრო თემებია: თანამედროვე მიდგომები რეკონსტრუქციულ ბარიატრიულ ქირურგიაში, გართულებების მართვა და წარუმატებელი ბარიატრიული ოპერაციების კორექცია, რეაბილიტაცია რეკონსტრუქციული ბარიატრიული ქირურგიის შემდეგ, 2 და მეტი შეწყვეტილი ორსულობის გამომწვევი მიზეზები, თანამედროვე მკურნალობის პრინციპები RPL-ის დროს. და ამ თემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ბატონი რატი ტურაშვილი, კლინიკა ჯერარსის ბარიატრიული სამსახურის ხელმძღვანელი. რეკონსტრუქციული ჩარევა გულისხმობს, რომ ერთი საფეხურით უფრო რთული ოპერაცია უნდა გაკეთდეს. ბატონი არსენ გვენეტაძე, ექიმი რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი. პაციენტი რომ მოვა 2 და მეტი შეწყვეტილი ორსულობით, სტატისტიკას ვაჩვენებ ხოლმე. 8-9 შანსი აქვს შემდეგ ორსულობაზე რომ გააჩინოს შვილი. ქალბატონი ანი გვენეტაძე, გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგი. უნიშნელოვანესი არის 3D ეხოსკოპია, მნიშვნელოვანი არის კარგი მკვლევარი. და რა თქმა უნდა, გიორგი სანამ სტუმრებს მოვიწვევთ, როგორც წესი შევახსენოთ გადაცემის პარტნიორების შესახებ ჩვენს მაყურებელს. და ჩვენი გადაცემის სპონსორია GM Pharma, ის წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს და საქართველოს GMP-ს სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma იმსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. გადაცემის სპონსორია წყალი მთის. წყალი მთის საფეხბურთო კლუბ პარი სენ-ჟერმენის პარტნიორია. მთის და პარი სენ-ჟერმენი 4 წელი ერთად. და გადაცემის სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელშეწყობით ოფთალმიჯის თბილისის სათაო კლინიკა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გადავიდა ამერიკული კომპანია ალკონის როლზე, რომლის სახელწოდებაც გახლავთ IQ. კატარაქტის ქირურგიაში ალკონის IQ ბროლები აღიარებულია ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში. ახლა კი ნინა დროა მოვიწვიოთ ჩვენი პირველი სტუმარი, ბარიატრიული ქირურგი ბატონი რატი ტურაშვილი. მოგესალმებით ბატონ რატი. გამარჯობათ. მოგზანდით. ნინა, სანამ საუბარს დავიწყებთ, გთხოვთ მიირთვათ წყალი მთის, რომელიც არ შეიცავს ბრომატს. ბატონ რატი, ზოგადად თემა ბარიატრიული ქირურგია ყოველთვის აქტუალური იყო ჩვენი მაყურებლისთვის. ბევრი საკითხი ირჩევა ხოლმე, ძალიან ბევრი კითხვა აქვს მაყურებელს, მაგრამ ეს არის ის მომენტი, როდესაც საუბრობთ პირველად ჩარევებზე. თუ რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ბედნიერებაა და ყველა კმაყოფილია ექიმიც და პაციენტიც, როდესაც პირველადი ჩარევის შემდეგ დგება სასურველი შედეგი. მაგრამ ჩვენ დღეს საუბრობთ მეორად განმეორებით ჩარევებზე და სწორედ მაშინ, როდესაც პირველადი ჩარევა იყო წარუმატებელი. გიორგი, შეიძლება შესწორება შევიტანოთ. ჩარევა როგორც წესი წარმატებულია ხოლმე. დროში შენარჩუნება არის პრობლემური. მოდი ასე ვთქვათ, ხო? გეთანხმები. წარუმატებლობაა ესეც ერთგვარი, მაგრამ დროში შენარჩუნება შედეგის. აი, ეს არის ძირითადი პრობლემა. კი ბატონო, თუმცა არის კიდე რაღაც გარკვეული ალბათ სტატისტიკური მონაცემები და მიზეზები, რის გამოც ვთქვათ პირველადი წარმატებულად ჩატარებული ოპერაცია არ იძლევა სასურველ შედეგს და გვიწევს მეორადი რეკონსტრუქციული ჩარევის ჩატარება. ამიტომ მოდი ჩვენს ტელემაყურებელს ავუხსნათ. ზოგადად რა არის ბარიატრიული ქირურგია და როდის დგება აუცილებლობა რეკონსტრუქციული ჩარევების განხორციელებისა. მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმებ მაყურებელს. რეკონსტრუქციული ქირურგია თავის თავში გულისხმობს განმეორებით ოპერაციას, ესე იგი პირველადად ჩატარებული ოპერაციის გადაკეთებას
სხვა ტიპის ოპერაციად. ეს დგება ძირითადად რამოდენიმე შემთხვევაში, რამოდენიმე ასპექტი გაიყო. ერთი არის ნამდვილად ქირურგიული წუნი, შეიძლება იყოს და მაგ შემთხვევაში იყოს საჭიროება რეკონსტრუქციული ქირურგიის. მეორე, როგორც ქალბატონმა ნინომ თქვა, არის ეს წონის რევერსი და მესამე შემთხვევებში არის ძირითადად, როდესაც ჩატარებულ ოპერაციას თან ახლავს გვერდითი მოვლენები. საკმაოდ არასასურველი, რომელიც პაციენტის ზოგად მდგომარეობას, ესე იგი, უშლის ხელს, ესე რომ ვთქვათ. ხო, იქ სხვადასხვა სიმპტომები შეიძლება იყოს გამოხატული, როგორიც არის მაგალითად გულისრევა, ღებინება შეიძლება იყოს, ბულიმიური სინდრომი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი პრობლემები, რომელიც ახლავს როგორც გვერდითი ეფექტები ამ პირველადად ჩატარებულ ოპერაციას. სტატისტიკური მონაცემები თუ არსებობს, რამდენად ხშირია ეს გართულებები და რომელია ამ გართულებებიდან ყველაზე უფრო ხშირად, რაც ხდება ხოლმე ასეთ პაციენტებში? რა თქმა უნდა, არის სტატისტიკური მონაცემები, მსოფლიოში ეს არის საშუალოდ დაახლოებით 5%, როდესაც საქმე დგება რეკონსტრუქციული ჩარევის აუცილებლობაზე. და რა თქმა უნდა, ეს განსხვავდება თვითონ პირველადად რა ტიპის ოპერაცია არის ჩატარებული იმის მიხედვით. სხვადასხვა შეიძლება იყოს, ეს შეიძლება იყოს დემპინგ სინდრომი და ასევე საკვების აუტანლობა. მაყურებელს რა აუხსნათ და რას ნიშნავს დემპინგ სინდრომი მარტივი ენით თუ შეიძლება? დემპინგ სინდრომი შესაძლებელია პაციენტს დაემართოს ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დროს, არა მარტო ბარიატრიის, არამედ ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დროს, რომელიც ეხება კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, განსაკუთრებით კუჭის ან საკლაპავის ქირურგიას. ამ დროს ხდება საკვების სწრაფი დაცლა, ანუ სწრაფად გადასვლა წვრილ ნაწლავში და შემდგომ მოძდევს ამას საკმაოდ ისეთი არასასიამოვნო გვერდითი ეფექტები, რის გამოც ძლიერ დისკომფორტს აგიხვავენ პაციენტები ერთი სიტყვით რო თქვა ეს, ცოტა ვრცელი თემაა და ისე მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის ძირითადი მექანიზმი. ბატონ რატი, დარწმუნებული ვარ, როდესაც პირველადი ჩარევა კეთდება, ალბათ ექიმი საუბრისას, პაციენტთან საუბრისას მაინც სადღაც ახსენებს, რომ შესაძლებელია და საშვებია, რომ მომავალში დაჭირდეს, ვთქვათ, პაციენტს განმეორებითი ან იგივე რეკონსტრუქციული ჩარევა. ამ შემთხვევაში რა სახის ოპერაციებზე არის საუბარი, იმიტომ რომ პაციენტმა წინასწარ უნდა იცოდეს, რა სახის ტექნიკა გამოიყენება ამ რეკონსტრუქციული ბარიატრიული ქირურგიის დროს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ პაციენტთან აუცილებლად უნდა იქნას თავიდანვე ახსნილი, რომ აქ არ ეხება მარტო ქირურგიულ წუნს, შესაძლებელია ვერ მივიღოთ ის სასურველი შედეგი. რა თქმა უნდა, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ქირურგის კომპეტენციას, თვითონ ამ მულტიდისციპლინარული გუნდის გამოცდილებას, რომ სწორად შეირჩეს ოპერაცია, რომ მაქსიმალურად მივიღოთ შედეგი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ხანდახან დგება იშვიათად, მაგრამ ხანდახან დგება ეს საკითხი, როდესაც საქმე ეხება რეკონსტრუქციულ ჩარევებს. ძირითადად რეკონსტრუქციული ჩარევა გულისხმობს, რომ ერთი საფეხურით უფრო რთული ოპერაცია უნდა გაკეთდეს. აქ საქმე გვაქვს ხოლმე უფრო ბაიპასის ტიპის ოპერაციებთან, სხვადასხვა ტიპის. ძალიან ბევრი შეიძლება 40-მდე სხვადასხვა მოდიფიკაცია იქნას შეთავაზებული პაციენტს. და რაზეა ხოლმე დამოკიდებული აი ამ ოპერაციის ტიპის შერჩევა? რაღაც კონკრეტულ პაციენტთან ინდივიდუალური კონკრეტული მიდგომა გამოიყენება? რა თქმა უნდა, პირველადად, როდესაც არის ოპერაციები და პირველ კონსულტაციაზე მოდის პაციენტი ჩვენთან და საქმე ეხება უკვე რეკონსტრუქციულ ქირურგიის ალბათობას, მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ, როდესაც იქნება განხილული ამ პაციენტის მდგომარეობა, თუ შერჩეული, ჩვენს მიერ შერჩეული კონსერვატული თერაპია და კონსერვატული ღონისძიებები ვერ იქნა შედეგიანი, მაშინ უკვე დგება რეკონსტრუქციული ქირურგიის გამოყენების საკითხი. და ასეთი კითხვა მაქვს, როგორც ვიცით, ჩვეულებრივი ესეთი ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ პაციენტები ძალიან მალე ეწერებიან ბინაზე. საადგენის პროცესი უფრო მარტივად და უფრო მოკლე დროში მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში, როდესაც რეკონსტრუქციული ოპერაცია ტარდება, რამდენად ართულებს და ახანგრძლივებს პაციენტის აღდგენით პროცესს? რეკონსტრუქციული ქირურგიის წარმოების შემდეგაც
რა თქმა უნდა, მე აქ ხაზს უსვავ, რომ უნდა იყოს ეს სწორად ჩატარებული ოპერაცია, კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული პაციენტი აუცილებლად და თითქმის იდენტურია, როგორც პირველადაც ჩატარებული ოპერაცია. ბატონო რატი, ნებისმიერი ჩარევა და ჩვენ როდესაც საუბრობთ განმეორებით, მეორაც ეს უკვე მიუთითებს ქირურგის კომპეტენციაზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საკმაოდ რთულ სიტუაციაზე და შემთხვევებზე ვსაუბრობთ. როგორი არის გართულებების პროცენტი, რამდენად ინფორმირებულია პაციენტი, რომ შეიძლება ან მეორე რეკონსტრუქციული ქირურგიის შემდეგ ადგილი რა სახის გართულებებს შეიძლება ჰქონდეს და რა არის ის რისკ ფაქტორები. დიახ. აღნიშნულსაც რა თქმა უნდა ჩვენ ვაცნობთ წინასწარ პაციენტს, რომ პირველადად ჩატარებულ ოპერაციასთან შედარებით უნდა ჩავატაროთ ერთი საფეხურით უფრო რთული. რთული ეს არ გულისხმობს იმას, რომ რაღაცა დიდ სირთულეებთან უნდა გქონდეს. ჩვენ რეკონსტრუქციას ვაკეთებთ, იმიტომ რომ პაციენტს არსებული პრობლემები მოუგვარდეს და შემდგომში აღარ განმეორდეს. რა თქმა უნდა, ეს იდენტურია, თითქმის იდენტურია, როგორც პირველადად ჩატარებული ოპერაციების დროს ეს გართულებების ალბათობას, პროცენტული მაჩვენებლები. და ძალიან საინტერესოდ საუბრობთ, მაგრამ მოდი ცოტა დრო დავუთმოთ ბატონი რატის პაციენტებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებაზე გვესაუბრებიან და თქვენთან ერთად ჩვენც მოусმენთ მათ. 184 კილო ვიყავ. თან მიჭირდა უკვე სიარული, იმიტომ რომ 150 კილოზე ავედი. ვიყავი 140 კილოზე მეტი. წონა უკონტროლოდ მიდიოდა ზევით. ჩემთვის იყო დიაბეტის საშინელება. ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩემზე. ჭარბწონაზე მეტად ეს პრობლემა უფრო იყო ჩემში, რომ განვიცდიდი ძალიან. ხერხემალზე თიაქარი გამიჩნდა, 4 თიაქარი მქონდა. მქონდა წნევები, შაქარი, მუხლები მტკიოდა. 17 წლის წინ შემდგა შაქრიანი დიაბეტი, დამიზიანდა მხედველობა. ამის მერე დამემართა ინფარქტი. დამჭირდა თირკმლის გადანერგვა. ამ თირკმლის გადანერგვის მერე უკეთესად კი ვიყავი, მაგრამ დამჭირდა ისევე გასტენდვა. ვიყავი ისევ 5 ნემსზე დიაბეტის გამო. ჩემი წონის პრობლემები დაიწყო დაახლოებით 11 წლის წინ, მეორე ორსულობის შემდეგ. აღმომაჩნდა დიაბეტი და პლუს იყო ფარისებრის პრობლემები. რამდენიმე ენდოკრინოლოგთან ვიმკურნალე და 10 წლის განმავლობაში ვერ მოგვარდა ეს პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც მქონდა შეზღუდული, სულ დიეტაზე ვიყავი. მონოდიეტებიდან დაწყებული, ეგრეთ წოდებული ტრენერების კვებები, ანუ ყველაფერს ყიდულობდი აბსოლუტურად, ვიცვლიდი ექიმებს და წონა მაინც ან სტაბილურად იდგა ერთ ადგილზე, ან უკონტროლოდ მიდიოდა ზევით. გავიკეთე ოპერაცია. დავიკელი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე დროთან განმავლობაში მოვიმატე. ისევ ავედი 140 კილოზე მეტი. და ვიყავი ბევრ ექიმებთან ხანი ყველა უარს მეუბნებოდა, იმიტომ რომ არ ვიცი თუ რა გაკეთებულიო, საბუთები არ მქონდა არაფერი იმ ოპერაციის და შემხვდა ბატონი რატი ექიმი და მაგრამ როგორ თქვა გარისკა რა და გამიკეთა ოპერაცია. გადავწყვიტე რომ ოპერაცია გამეკეთებინა. გუშინ გახდა 3 თვე და მაქვს ზუსტად დაკლებული 43 კილო. 6 თვის წინ გავიკეთე ოპერაცია. ეხლა ვარ 100 კილო. ოპერაციიდან პირველ თვესვე უკვე შედეგი მქონდა. 2007 წელს აღულის ბუშტის ძლიერი შეტევით მომხუდი ავადმყოფოში, ერთ-ერთ ავადმყოფოში, აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო ღია ოპერაცია, სადაც ექიმმა იქვე შემომთავაზა, წონაც მქონდა, რა თქმა უნდა, შემომთავაზა ეგრეთ წოდებული კალცო ერქვა მაშინ. კუჭის დაპატარავება თუ რაღაც ესეთი, თან ნაღველიც აღარ გექნებაო და მეტად გაუფრთხილდები ორგანიზმს, რომ გამიკეთდა ეგ ოპერაცია. დასაწყისში ძალიან შედეგიანი იყო, მაგრამ მერე დამეწყო გულის რევების, საკვების მოუნელებლობა და მიავადდა პანკრეასი, ანუ ქრონიკული პანკრეატიტი განვითარდა. შემდეგ დამჭირდა 2 ოპერაცია მენჯბარძაყზე, მეორე ოპერაციიდან 10 წლის განმავლობაში ერთი და იგივე ფეხზე გავიკეთე 2 ოპერაცია მენჯბარძაყის პროტეზირება. მეორე პროტეზირების შემდეგ ძალიან მძიმედ ვიყავი, მძიმედ გადავიტანე. ვერ შევდექი ფეხზე 6 თვე, შემდეგ ჯოხით. მირჩიეს წავიკითხე, რომ ასე და ასე კეთდება ესეთი ოპერაცია ბარიატრია. ჩატარდა ოპერაცია შესანიშნავად, გასულია 2 თვე.
გრძნობ ძალიან კარგად, ვიკვებები ნორმალურად, არ მაწუხებს რაღაც პანკრეატიტი და რაც მთავარია ჯოხი დავაგდე, წამლებს აღარ ვღებულობ, დავდივარ თავისუფლად, ჩავერთე ცხოვრების ჩვეულ წესში. ბარიატრის გაკეთების გადაწყვეტილება სხვათა შორის არ ყოფილა სპონტანური. ანუ ფიქრი რომ დავიწყე, დაახლოებით 6 თვე ვიკვლევდი ამ საკითხს, ვიყავი სხვადასხვა ჯგუფებში გაწევრიანებული. ვეცნობოდი ინფორმაციას და საბოლოოდ გადავწყვიტე, რაღაცნაირად გულის კარნახით შევარჩიე ქირურგი და მივედი, არა მოთხოვნით რომ მე მინდა ოპერაცია. ფაქტობრივად მივედი და ვთხოვდი შველას, რა შეიძლება გაკეთდეს, რატო ვერ ვიკლებ და საბოლოო ჯამში კვლევების შემდეგ გადაწყდა მხოლოდ ის, რომ ბარიატრია ჩემთვის საჭირო იყო. ოპერაცია გავიკეთე 6 თვის წინ. დავიკელი 50 კილო, 50 და კიდე თვეში 2 კილოს ვიკლებ რა ნელა, ჯერ კიდევ დრო მაქვს. მადლობელი ვარ რატის. ძალიან ბედნიერად გრძნობ თავს. ჯერ იმიტომ რომ ჯამთელად ვარ და დიაბეტი დავამარცხე პირველ რიგში და სარკეშიაც რო ვიყურები და გამხდარი ვარ, ძალიან დიდი ბედნიერება არის. რაც ოპერაცია გავიკეთე, ვარ შვენივრად იდეალურად. ეხლა 90%-ით შეცვლილია ჩემი ცხოვრება. ჯამთელობის ხრივაც და ყველანაირად. უფრო აქტიურად მოძრაობ, აქტიურად ვაკეთებ ჩემს საქმეს. ეს ოპერაცია რო გავიკეთე, ძალიან კმაყოფილი ვარ. უკვე 1 თვე და 2 კვირა არის. ამ 5 ნემსიდან 4 ნემს აღარ ვიკეთებ. მხოლოდ 1 ნემსზე ვარ და 1 მედიკამენტზე. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, აღარც დაღლას ვგრძნობ. ყველაზე სასიაუნო ის არის, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად ჩემი ემოციური მდგომარეობა იმდენად მშვიდი, კარგი, პოზიტიური, ძალიან დადებითად მოქმედა ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზეც რა ამ ყველაფერმა, იმიტომ რომ საკუთარ თავთან, საკუთარ სხეულთან ვარ სრულ ჰარმონიაში ახლა და მიხარია ძალიან ესეთი სწრაფი შედეგი და ცვლილება. 32 კილო მაქვს 4 თვე ნახევარში დაკლებული. პირველ რიგში მივცემდი რჩევას, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგან სპონტანურად, კარგად გაიცნო მთელი ინფორმაციას. რა შეიძლება ვთქვათ, იყოს ჩივილები თუნდაც და ამისთვის მოემზადონ ფსიქოლოგიურად. ისეთი არაფერი სირთულე არ მოსდევს ამ ოპერაციას, რომ ადამიანმა ვერ გადალახოს. ყველაზე მთავარია დაუჭერონ თავის ქირურგს. ძალიან საინტერესო სიუჟეტი იყო, თქვენი პაციენტები საკუთარ გამოცდილებაზე გვესაუბრებოდნენ და თქვენი კომენტარიც გვაინტერესებს. დიახ, აქ მყოფი პაციენტების უმრავლესობას, კი არა და მე მგონი ყველას, ჰქონდა საკმაოდ მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები, რის შემდეგაც ჩაიტარეს ეს ბარიატრიული ოპერაცია, მოგმართეს ჩვენ და დღეისათვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია, თითქმის კომპენსირებულია ის სიმსუქნესთან ასოცირებული დაავადებების სრულად. და მინდა იმის თქმა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ პათოლოგიის დროს საჭიროა мотиваცია და აგერ რომ შევხედავთ ამ პაციენტებს, მივხვდებით, რომ რამდენი იბრძოლეს, იშრომეს, რომ მიეღწიათ სასურველი შედეგისთვის. თავს ექიმთან ერთად. რა თქმა უნდა, თავის ექიმთან ერთად. როგორც წესი, კვებითი დეფიციტი ახლავს ხოლმე ბარიატრიულ ჩარევებს. როგორ ხდება აი ამ კვებითი დეფიციტის შეფასება და მართვა, ვინ მართავს ამას? საუბარია ოპერაციამდე და ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ ფსიქოლოგი პირველ რიგში, იმიტომ რომ როდესაც რეკონსტრუქციას ეხება საქმე, აქ უკვე ცოტა ფსიქოლოგიურ პრობლემებთანაც გვაქვს საქმე, იმიტომ რომ პაციენტი ელოდა რაღაც შედეგს, მაგრამ ამის ნაცვლად მიიღო რაღაც სულ სხვა. არის ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი ჩართული, რა თქმა უნდა, ჩვენ ქირურგები და შესაბამისად იმისა, რა პრობლემაც არის, უკვე ვიწრო სპეციალისტები შეიძლება იქნას ჩართული. ბატონ რატი, ძირითადი კონტინგენტი, ალბათ რომელიც თქვენთან არის, მხოლოდ ჭარბიწონით არ შემოიფარგლება. მათ ძალიან ხშირად აქვთ თანხლები დაავადებები, როგორც არის ენდოკრინული დიაბეტი, შაქრიანი ან გულსიზარღვთა დაავადებები, ჰიპერტენზია. ამ შემთხვევაში რამდენად ეფექტურია ეს ჩარევა, ამ სახის ჩარევები იმისთვის, რომ მოგვარდეს მათი ჯანმრთელობის საკითხი. ფაქტიურად ანალოგიური უფრო გაუმჯობესებული მაჩვენებლები უნდა დაიდოს რეკონსტრუქციული ოპერაციის შემდეგ, რაც იყო პირველადი ოპერაციის დროს. მე აქ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აქ
გუნდს, რომელიც აკეთებს ამ საქმეს. ესე იგი, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნა და გამოცდილება არის მნიშვნელოვანი. და რა თქმა უნდა, სასურველია, რომ პაციენტმა მიმართოს პირველადადვე და სწორად იქნას შერჩეული ოპერაცია, შესაბამისად ამისა რეკონსტრუქციული ბარიატრიის ამოყენების ალბათობა ძალიან ნაკლებია, როდესაც ეს არის სწორად შერჩეული. და შედეგების თვალსაზრისით, ანუ ჩვენ, როდესაც განვიხილავთ, რომ რეკონსტრუქცია უნდა გაკეთდეს, აქ რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტი არის გაკეთებული იმაზე, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პირველად ოპერაციაზე ჰქონდა რაღაცა პერიოდი დროებით. ბატონ რატი, ნახეთ, ჩატარდა მეორადად რეკონსტრუქციული ჩარევა. აი ამის შემდეგ არსებობს თუ არა ვთქვათ იმის ალბათობა რომ პაციენტს კვლავ დაჭირდეს კიდევ ჩარევა, ანუ რამდენად პერსპექტიულია ეს ჩარევა და რას უნდა ელოდოს საბოლოო ჯამში პაციენტი. ჩვენ რა თქმა უნდა, როდესაც განვიხილავთ ამ საკითხის რეკონსტრუქციის საკითხს, ძალიან ისეთი სკრუპულოზურად უნდა იქნას გავლილი ყველა დეტალი. იმიტომ რომ თუ თქვა და არის იმის რისკი, რომ ჩვენ ვერ მივიღოთ შედეგი და ვერ დავდოთ ის, რაც საჭიროებს ამ პაციენტის მდგომარეობა, პაციენტის ჯანმრთელობა, რასაც საჭიროებს ამ მომენტისათვის, მაშინ შეიძლება თავი იქნას შეკავებული რეკონსტრუქციულ ოპერაციებზე. ზოგადად არ არსებობს ოპერაცია, რომლის გადაკეთებაც არ შეიძლება. თითქმის არ არსებობს ესეთი ოპერაციები, კონკრეტულად მე ვამბობ ბარიატრიის კუთხით. ძალიან იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია კიდევ დაჭირდეს და ჩვენ გქონია ესეთი პრაქტიკაში, როდესაც სამჯერ ჩაუტარდა ოპერაცია პაციენტს. ბოლოს მივიღეთ შედეგი და ეგეთი რაც. ბარიატრიული ქირურგიის გუნდი რომელ სპეციალისტებს მოიაზრებს აუცილებლად? ეს არის ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, ფსიქოლოგი, კარდიოლოგი, თერაპევტი, ანესთეზიოლოგი, ქირურგი, ძირითადად ეს ენდოსკოპისტი, გასტროენტეროლოგი. თქვენი პროგნოზი გვაინტერესებს საქართველოში რეკონსტრუქციული ბარიატრიული ქირურგიის მომავალზე. ამ მომენტისათვის შესაძლებელია რომ პროცენტულად დიდი რაოდენობით რეკონსტრუქციული ოპერაციები არ კეთდებოდეს. ჩვენ ვაკეთებთ დაახლოებით 5%-ს. აი რაც არის ის სტატისტიკა მოყვანილი, დაახლოებით ამ ციფრებში ვართ ჩვენ. თუმცა დღეს იმდენად აქტუალურია ეს საკითხი და იმდენად ვრცლად და ბევრი კეთდება ბარიატრიული ოპერაცია, რომ რეკონსტრუქციული ოპერაციების პროცენტული მაჩვენებელები აუცილებლად გაიზრდება რამოდენიმე წელში. რაც მეტი კეთდება, მით მეტი შანსია, რომ პაციენტებს დაჭირდეთ განმეორებითი ოპერაცია. ეს არის ჩვენთანაც და ეს არის მსოფლიოში ანალოგიური სტატისტიკა. რამ გამოიწვია ასეთი რაოდენობით ჭარბი წონის ადამიანების გაჩენა? პერსპექტივა სამწუხაროდ ძალიან ცუდია, იმიტომ რომ დაახლოებით 3-ჯერ არის გაზრდილი ჭარბწონიანი პაციენტების რიცხვი, ზოგადად მოსახლეობის რიცხვი მსოფლიოში და ძირითადად, რა თქმა უნდა, დაავადებას თვითონ მორბიდულ სიმსუქნეს ქვია გენეტიკურად განპირობებული მრავალფაქტორული დაავადება. ესე იგი, გენეტიკური როლი არის აქ და ასევე მრავალფაქტორული იგივე ეს სტრაფიკების ჩართულობა, არაჯანსაღი ადინამია, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და ასე შემდეგ. ბატონ რატი, բայց ბევრი ადამიანი დღეს ელოდება ამ ჩარევას, ზოგი მერყეობს და გვინდა რომ თქვენი გზავნილი იმ ადამიანებს, იმ პაციენტებს, ვინც ჯერჯერობით მერყეობს და როგორი იქნება ეს გზავნილი მათ მიმართ. ჩემი რჩევა იქნება, რომ რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმართონ კვალიფიციურ ექიმს, თვითონ რომელსაც გამოცდილება აქვს როგორც პირველად ოპერაციებში ამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ასევე რეკონსტრუქციულ ქირურგიაში გარკვეული გამოცდილება და რაც უფრო დროულად მიმართავენ ექიმს, მით უკეთესი ეფექტი დგება ყოველთვის და მით უფრო მარტივია ამ პაციენტების მართვა შემდგომში. ეს იქნება ოპერაციული კუთხით თუ კონსერვატული თერაპიით. ანუ ყოველთვის, რა თქმა უნდა, ყველა პაციენტს არ ჭირდება ოპერაციული ჩარევა განმეორებით.
ეს შეიძლება ბანალურად უბრალოდ ენდოკრინოლოგის დონეზეც მოყვარდეს და არ კონდეს ამისი სრული ინფორმაცია პაციენტს. ამიტომ მე ურჩევდი რომ რაც მთავარი არის დროულად მიმართონ ექიმს და შემდგომ იმისა, იქნება ანალიზები, კვლევები, რის მიხედვითაც გადაწყდება უკვე ამ პაციენტს ესაჭიროება თუ არა ოპერაციული ჩარევა. მოუგვარებელი პრობლემა ამ კუთხით თითქმის არ არსებობს. ბატონო რატი, როგორც ვიცით, კლინიკამ აწყობს განსაკუთრებულ აქციებს და ამასთან დაკავშირებით, რომ ორი სიტყვა. ჩემთან კონსულტაცია უფასოა დღესაც და ყოველთვის გეგმავ ესე იყოს. კონსულტაციაზე შეუძლიათ პაციენტებს დარეკონ ცხელხაზე, ჩაეწერონ და მობზადნენ. კლინიკა ჯერარსის ცხელხაზე. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით საახალწლო შეთავაზება არის, სპეციალური შეთავაზება ჭარბწონიანი პაციენტებისთვის. ბარიატრიული ოპერაციები საკმაოდ ისეთი უპრეცედენტო დაბალ ფასად, სლივი და ბაიპასი იქნება ერთი ფასი და ამ ფასის გარკვევა და დადგენა უკვე შეუძლიათ ცხელხაზე დარეკვით და ბატონო რატი, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენ ვსაუბრობდით რეკონსტრუქციულ ბარიატრიულ ქირურგიაზე. ახლა კი იმედის ეთერში რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ 2 და მეტჯერ შეწყვეტილ ორსულობის მიზეზებზე და ვნახავთ თუ როგორი მკურნალობის საშუალებები არსებობს დღევანდელ დღეს. და სტუმრად გვეყოლება ბატონი არსენ გვენეტაძე, რომლის მონაცვლები ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე. დარჩით, არ გადართოთ. იმუნიტეტი რეკლამის შემდეგ იმედის ეთერში დაბრუნდა. შეგახსენებთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. ჩვენი გადაცემის სპონსორია GM Pharma, ის წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს და საქართველოს GMP-ს სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. გადაცემის სპონსორია წყალი მთის. წყალი მთის საფეხბურთო კლუბ Paris Saint-Germain-ის პარტნიორია. მთის და Paris Saint-Germain 4 წელი ერთად. და გადაცემის სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. გიორგი ჯავრიშვილის საქმეთმოქმედო ფონდის ხელშეწყობით ოფთალმიჯის თბილისის სათაო კლინიკა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გადავიდა ამერიკული კომპანია ალკონის ბროლზე, რომლის სახელწოდებაც გახლავთ IQ. კატარაქტის ქირურგიაში ალკონის IQ ბროლები აღიარებულია ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში. და ახლა ჩვენს ტელემაყურებელს წარუდგინოთ ბლიცი რუბრიკა, დიახ, ბლიცი ექიმთან და მოვისმინოთ, რა თქმა უნდა, საინტერესო პასუხები საინტერესო შეკითხვებზე. თავარი მიზეზი, რის გამოც ექიმი გახდით? რამდენიმე ალბათ ბებია იყო რესპუბლიკის დამსახურებული პედიატრი და შესაბამისად გარკვეული გავლენა ამანაც იქონია ჩემი საექიმო არჩევანის გადაწყვეტილებაზე. რას ნიშნავს ექიმისთვის წარმატება? ექიმისთვის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ქმნის ერთგვარ ფუნდამენტს შემდეგი ნაბიჯების გასაკეთებლად და ექიმის წარმატების უპირველესი შეფასებელი რასაკვირველია გაჯანმრთელებული პაციენტია, გამარჯვება, კიდევ ერთი გამარჯვება მოპოვებული სიკვდილსიცოცხლის ჭიდილში და ამავე დროს მე კიდევ ერთი პასუხისმგებლობა მაკისრია, ვინაიდან ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის საჭესთან მდგავარ მიწევს და მიხარია, როდესაც ისტორიულ მინიმუმზე დავიდა ტუბერკულოზით ავადობის შემთხვევები ქვეყანაში, რასაკვირველია ჯანმრთელობის სამინისტროს გვერდში დგომით და პატრონაჟით, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. რომელი უფრო რთულია, პაციენტის მკურნალობა თუ მისი დარწმუნება, რომ დროულად მივიდეს ექიმთან? რასაკვირველია მისი დარწმუნება. ეს არის საერთოდ ყველაზე დიდი პრობლემა ქართველ პაციენტთან მიმართებაში კიდევ ორმაგად. რას შეცვლიდით დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ? ერთადერთი ალბათ უფრო მეტად მოვეფერებოდი მშობლებს, წასულები გახლავან და ასევე შვილებს, როცა ისინი პატარები იყვნენ. გახსოვთ ყველაზე რთული შემთხვევა თქვენი კარიერის განმავლობაში? სამწუხაროდ ჩემს მეგობარს ეხებოდა ეს რთული შემთხვევა და ძალიან დასანანი შედეგითაც დამთავრდა პროფესორი დავით თელია, რომლის სამედიცინო ასე ვთქვათ, кейსი იყო ჩვენი განხილვის საგანი და სამწუხაროდ
თავის დროზე ვერ მოხდა სწორი დიაგნოზის დასმაც, ბევრი სირთულე იყო ჩარევასთან დაკავშირებით თვითონ მკურნალობის, ახლა მარტო დიაგნოზი ხომ არ არის, ეს არის მკურნალობის მართვის მიდგომები მედიცინაში, რომელიც საბოლოო შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს, ასე ვთქვათ. რა არის ყველაზე რთული თქვენს პროფესიაში? წერტილის დასმა. ბევრი ფიქრი უნდა ყველაფერს. ზოგს იოლიგონია, მაგრამ ამისთვის შრომობ მთელი გასული ცხოვრება, რომ ის 5 წუთში დასვა, ან 10 წუთში გააკეთო, ან დღეები გაათენო კიდევ და მაინც ვერ მიხვიდე საბოლოო დასკვნამდე, ასე რომ რთულია, იოლი არ არის. მიგიღიათ პროფესიული რჩევა, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა. ჩემმა მასწავლებელმა, აკადემიკოსმა თამარ დეკანოსიძემ, როდესაც პირველად მასთან ერთად ჩავიხედეთ, ასე ვთქვათ, მიკროსკოპში, ერთ შემთხვევაზე მუშაობდით, მითხრა გახსოვდეს ყოველთვის, აი ამ უსულო სასაგნე მინის უკან ადამიანია, მისი ბედია, მისი ტკივილია, მისი იმედია, ასე რომ ეს გაითვალისწინე. და სულ მახსოვს მთელი ცხოვრება და ვცდილობთ ეს ჩვენ კოლეგებთან ყოველთვის გავაზიაროთ. რა კავშირი აქვს იმუნიტეტსა და ტუბერკულოზს? პირდაპირ დაქვეითებული იმუნიტეტი ეს არის გახსნილი კარიბჭე ტუბერკულოზისთვის. რას ეტყოდით იმუნიტეტის მაყურებელს? იმუნიტეტის მაყურებელს ვეტყოდი, რომ პირველ რიგში მხნეობა შევინარჩუნოთ ყოველთვის, იმედი არასდროს დავკარგოთ. და ბრიცის შემდეგ კი დადგად, რომ მოვიწვიოთ სტუმრები. ბატონი არსენ გვენეტაძე, ექიმი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი და ქალბატონი ანი გვენეტაძე, გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგი. სტუმრებს თხოვ სტუდიაში და ბატონ არსენს ხედა უკვე რაღაცა საინტერესო რაღაცები უჭირავს ხელში და ძალიან მაინტერესებს ახლო და ვნახო. მოგესალმება, რესპექტ ვნება და მოწიწებითი ჩახუტება თქვენ გადაცემაში წარსადგენად. ყოველ ჯერზე, როდესაც ბატონი არსენი მოდის გადაცემაში, რომ ეს არის მოწიწება. არა, ისეთ ხელდამშვენებული მოდის. ყოველ ჯერზე შემოხვალ და აი დუღილის პროცესი იწყება ყოველთვის გადაცემაში რა. ბედნიერებაც ხომ ეგაა, რომ საკუთარ თავთან საკუთარი ემოციების კარგად გაცნობიერება შეგეძლოს და გააზიარო ის საჯაროდ, მათ შორის ჩვენ ტელემაყურებლებთან. რადგანაც თემები, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ერთის მხრივ ძალიან სერიოზულია, მაგრამ თუ მათ უფრო მშვიდად და უფრო ლაღი წარდგენით მივცემთ ადამიანებს, მათი ცხოვრება თუნდაც აქ და ახლა ერთი წამით და ერთი წუთით გახდება ბედნიერი. ისევე როგორც არ გაჩერდე 21 წელს ნიუ-იორკში დავდგე პირველი ძეგლი, სხვა შორის ნიუ-იორკზე ჩამოვარდა სიტყვა და მადლიერების დღეზე წარდგენილი მქონდა ჩემი წიგნი, რომელსაც ქვია უბის წიგნი, ხელოვნება სიცოცხლისა არს ვიტე და უნდა გითხრათ, რომ ამ დილით მივიღე მისი ოფიციალური პატენტი და სიგელი. ანუ ამას ხო დრო სჭირდება. ხოლო იქ წარმოადგინე და რა არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი ფრაზა, ბევრი რო არ ველაპარაკო. როგორია თავისუფალი და თანამედროვე ადამიანი. რით განსხვავდება ის კლასიკური ადამიანისაგან? ის არასოდეს წარსულზე, სინანულში, ან თავის თავთან მუდმივ განსჯებში არ არის და ჩემ თავს ამას ვერ ვაპატიებ, იმას ამას ვერ ვაპატიებ. პატიება ბრილიანტის ბედნიერებაა. სხვათა შორის გუშინწინს ყველი გავხსენი 80 წლის თავი იყო გარდაცვალილი ბატონი ზურაბისა და შესაბამისად ექიმთა მადლიერებას და ექიმთა ემპათიას მიუძღვენი ეს კვერი 10 ჩემი ორიგინალური მეტალ არტ სკულპტურა. დღევანდელი დღე ეძღვნება მედიცინას და ექიმებს, კერძოდ ბატონი ზურაბ საბახტარაშვილის ჩვენი კლინიკის დამაარსებლის 80 წლის თავს ჩემი გუნდი, რომელიც ბატონ ზურაბთან ერთად შევქმენით, რომლებმაც შევქმენით კლინიკა და ყოველდღიურად 3-4 ახალ სიცოცხლეს ვკნით დღეს, ამისათვის შევიკრიბეთ, რომ ქართველ ექიმთა საზოგადოებას ეს გავაცნოთ და ამავე დროს ექიმებისათვის მადლიერებისა და ემპათიის სკვერი ჩემი იდეითა და ჩემი სკულპტურებით, მეტალ არტ სკულპტურებით ეზოში მოვამზადეთ. დღეს განსაკუთრებული დღეა, ბატონი ზურაბის 80 წლის თავი, ის ჩვენი ყველასი მასწავლებელია, უფროსი მეგობარი და დღეს ჩვენი კლინიკისთვის ერთად გარკვეული საანგარიშო დღე არის, რომ წავდგეთ მის წინაშე და სამედიცინო საზოგადოებასაც ვამცნობთ
სადა ვართ, რას ვაკეთებთ და რა პერსპექტივები გვაქვს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შედგა ეს დღე. მადლობას ვუხდით მობრძანებულ სტუმრებს და დღეს ჩვენ გავუზიარებთ ჩვენი კლინიკის იმ მიღწევებს, რასაც წლების განმავლობაში ვახორციელებთ. ბატონო არსენ, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან აქტუალურ. ერთი წამი სანამ ვისაუბრებ წითელ ყუთში რა უდეს? წითელ ყუთში რა დევს? როდესაც ლონდონის გლობალურმა მშვიდობის ინსტიტუტმა მიმიწვია და დამაჯილდოვა როგორც მშვიდობისა და ბედნიერების ელჩი, გადმომცა ჯილდო, რომელიც არ მეკუთვნის მარტო მე, ის ეკუთვნის მთელ ჩემ გუნდს და მას ნახეთ და მას აწერია ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკას, როგორც კეთილდღეობის wellness კეთილდღეობის გამავრცელებელს. ჩვენი მიზანიც ეს არის მუდმივად განვითარებად სამყაროში, მათ შორის მედიცინაში, მათ შორის რეპროდუქტოლოგიაში, მუდმივი სიახლეები და შედეგები, რომელსაც სიცოცხლე მოაქვს დედამიწაზე. ნინა, მოდი საქმეზე გადავიდეთ და პირდაპირ კითხვებზე. და მოდი ტერმინი ორსულობის შეწყვეტა განსაზღვროთ, ეს ტერმინი არ არის, ეს არის საშინელი მდგომარეობა. მინდა რომ ჩვენს მაყურებელს გავაცნოთ თუ რა ხდება თქვენს კლინიკაში აი ამ მძიმე დიაგნოზთან საბრძოლველად. როდესაც 2 და მეტი შეწყვეტა აქვს ქალს. ჩვეულებრივი უშვილო წყვილი და მათ შორის ქალბატონი დაძაბულია იმის გამო, რომ თქვა არ დგება ორსულობა და როდესაც დადგა, მან თითქოს შვებით ამოისუნთქა. მაგრამ ისინი, ვისაც ორსულობა მარტივად უდგებათ, მაგრამ შეწყვეტაზე ხდება, ჩვენ ყოლია პაციენტები 6, 8, 11 შეწყვეტილი ორსულობითაც კი, რომელიც თვითონ დებდა მე ამ ციფრებს და ამბობდა, რომ საჯაროდ ყველას უნდა ვანახო, მე ისეთი იმედგაცრუება მქონდა და მას შემდეგ რო შვილი გააჩინა. ნახეთ, იქ ორმაგი მომენტია. დაორსულდა, წესით უნაყოფოს უხარია უკვე დაორსულება. აქ იდგება მეორე მომენტი. შეწყდება თუ არა. ანუ აღარ იცის გაუხარდეს თუ უფრო მეტი წნეხის ქვეშ იყოს. და ასეთ პაციენტებს ეს განსაკუთრებული სეგმენტია. სჭირდება ფსიქოემოციური, ორალური, სამედიცინო და ადამიანური კარგი განმარტება. მათ საშუალოდ 2-3 მეტი დრო სჭირდებათ კონსულტირებისას ვიდრე ჩვეულებრივ პაციენტს. იმიტომ რომ ემოციებში თუ ვერ შეხვედი დეტალებს გიყვება ადამიანი და შენ მას უნდა მოусმინო. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ ამოთავისუფლდება და ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ვეუბნებით იმას რაც სტატისტიკაა. ყოველი ასეთი პაციენტი რომ მოვა 2 და მეტი შეწყვეტილი ორსულობით სტატისტიკას ვაჩვენებ ხოლმე, რომელიც უკვე 100-ობით და 1000-ობით არის. 8-9 შანსი აქვს შემდეგ ორსულობაზე რომ გააჩინო შვილი. და მას რომ ეუბნები და უდარებ რომ თქვენი რისკი შეწყვეტა 1-ია 9-ის წინააღმდეგ 9-ჯერ მეტი გაქვთ შანსი. შინაგანად უფრო მშვიდდება. და კიდევ რომ აუხსნი რომ თქვენ რამდენადაც უკეთესად შეძლებთ თქვენი ემოციების მართვას, მით უკეთესი იქნება სამედიცინო და ადამიანური შედეგი. ეს გახლავთ ჩვენი კლინიკის ყოველდღიურობა უკვე 2016 წლის შემდეგ და მეათე წელი მიდის 500-ზე მეტ წყვილს ასეთი 2 და მეტი შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ შობლად ყოფნის ბედნიერი მერგოთ. გადაცემის დასაწყისში ანონსში ჩვენ ვთქვით, რომ 2 და მეტჯერ შეწყვეტილი ორსულობის პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ია. როგორ ფიქრობთ თქვენ, ეს ის ციფრია, რომელიც რეალურად უნდა იყოს თუ არსებობს იმის საშუალება, რომ უფრო დავწიოთ და მინიმუმამდე და საერთოდ იყოს ნულის ტოლფასი? როდესაც ჩვენ 9 თითქმის 10 წლის უკან 2016-ში დავიწყეთ და პირველი ნაკადი პაციენტების იყო, ანუ ცალკე გამოვყავით ეს პირველად რომ წამოვიდა ეს ნაკადი პაციენტების 8-11 შეწყვეტილი ორსულობით, აი სწორედ მაშინ იყო რომელიც გითხარით. დღეს საბედნიეროდ 2-3 და მეტი შეწყვეტილი ორსულობების შეზარებით შემცირდა. იცით რატომ? ცოდნა მათ შორის ადამიანებმა ისწავლეს სად და როგორ უნდა მიმართონ ჩვეულებრივი გინეკოლოგი, ამას და ზოგჯერ ჩვეულებრივი რეპროდუქტოლოგიც ისეთ დეტალებში ვერ მართავს. ამას სჭირდება სპეციფიური ცოდნა, რომელიც მუდმივად განვითარებადია და შესაბამისად შეწყვეტების რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება. და კიდევ ერთი არის რეკომენდაციები, რომ 2 და მეტი შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ რაღაცეები, თქვა მკურნალობები უნდა ჩაუტარო ადამიანს.
ახლა დღეს ცივილურ ადამიანს რომ მეუბნები რომ შეგიწყდათ ეს არის 2-ის მერე თუ დაგჭირდებათ კვლევები ის მეუბნება ბატონო რატომ უნდა ველოდო ამ მეორე შეწყვეტას ბარემ ეს ანალიზები გამიკეთეთ ყველაფერი ახლა ნახეთ უკვე ერთი ნაბიჯით წინ გადავდივართ ნელ-ნელა ცირდება ბევრი შეწყვეტილი ორსულობით პაციენტები თან შეიქმნა ასოციაცია RPL-ის ასოციაცია და რას ნიშნავს ეს ასოციაცია ვინ არის მასში გაერთიანებული და რამდენად ეხმარება ეს ამ დიაგნოზის მქონე ქალბატონებს პრობლემის დაძლევაში ნახეთ რა არის ასოციაცია ეს არის პროფესიონალთა რაღაც გაერთიანება ხო ნებისმიერი ამ აქტივში ჩართული ადამიანი 15 კაცი მოვიწვიე პროფესორ აშერ ბაშირთან ერთად და დავაარსეთ ეს ასოციაცია უნდა გითხრათ რომ ეს უფრო ცნობადობის და ერთმანეთში აზრის გაცვლის მნიშვნელობაა ვიდრე კონკრეტულად ერთ ადამიანზე ორიენტირებული. შესაბამისად, ასეთი გაერთიანებები თუ ასეთი პროფესიული, ასე ვთქვათ, ჯგუფები საშუალებას იძლევიან ცოდნა უკეთესად გავრცელდეს და ის არ იყოს ფოკუსირებული ერთ ადგილზე. ჩემია ცოდნა და არ დაგაწერიებ, არ დაგანახებ. არა გეთაყვა. დავამთავრებ ამ ნაწილს რითი იცით? ხშირად ვეუბნები ჩემ თანამშრომლებს. ის პაციენტი, რომელიც ვერ მოდის ჩვენთან, ვიღაცასთან ყველა შემთხვევაში მიდის და თუ მას უკეთესი ექნება ცოდნა, უკეთესად უმკურნალებს, უკეთესი გახდება ამ ადამიანის ბედი. იმიტომ რომ ჩვენი ბატონო არსენ მასე ყველა არ ფიქრობს. და ჩვენ აუცილებლად ბატონო არსენ გავაგრძელებთ თქვენთან საუბარს. ახლა ქალბატონოანი, როგორც უშუალოდ იმ სპეციალისტთან, ვისაც შეხება აქვს კონკრეტულ ადამიანებთან, ქალბატონებთან. რა არის ის ძირითადი მიზეზები, რომელიც განაპირობებს აი ამ ორ და მეჯერ შეწყვეტილ ორსულობას? რატომ ხდება ეს ყველაფერი? პირველის ყოვლისა განმარტავ RPL-ს, ხო, ანუ ორსულობის განმეორებითი შეწყვეტა რას ნიშნავს? ეს არის ორსულობის შეწყვეტა 2 და მეტი, რომელიც არის ორსულობის 20-24 კვირის ვადამდე სხვადასხვა მონაცემებით. ზოგადად სტატისტიკა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ორი ორსულობის შეწყვეტისა არის 5% და დაახლოებით 3 და მეტი შეწყვეტა აღენიშნება მსოფლიო მოსახლეობის 1%-ს. თუმცა ეს სტატისტიკა არის როგორ ასაკთან მიმართებაში, რაც უფრო მაღალია ასაკი, მით უფრო მაღალია შეწყვეტის რისკი და რაც უფრო მეტია შეწყვეტილი ორსულობა, მით უფრო ნაკლებია შემდგომ უკვე წარმატება. მაგალითისთვის თუ თქვათ 20-დან 24 წლამდე პირობითად ორი შეწყვეტის შემთხვევაში მესამე შეწყვეტის რისკი არის 0.13%, 40 წლის ზემოთ უკვე ეს არის 13%. ამიტომ აი როგორც ბატონმა არსენმა აღნიშნა, როცა ერთი შეწყვეტილი ორსულობა გაქვს, აღარ დღეს უკვე მივიდნენ პაციენტები იმ აზრამდე, რომ აღარ ელოდებიან მეორე შეწყვეტას, ხო, მოდიან და გვეუბნებიან, რა გვეხმარეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ. ჩვენ რა თქმა უნდა ვუხსნით და რა შეიძლება იყოს მიზეზი, ხო? აი ეს თქვენ ხედავთ, ეს არის დიაგრამა, რომლითაც სარგებლობენ დღეს მსოფლიო მასშტაბით. რითი შეიძლება იყოს გამოწვეული. ეს არის ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ანუ სისხლის შემადედებელი ფაქტორების დეფიციტი. შესაძლებელია იყოს ენდოკრინოლოგიური ფაქტორი 19%-ში. ანატომიური ფაქტორი არის 12%-ში, არის ასევე გენეტიკური ფაქტორი 3%-ში, ხოლო გაურკვეველი გენეზის ეტიოლოგიის არის 50%. დიახ, საკმაოდ მეტია. მე პირადად მაგალითად მქონდა, ორსულობის განმეორებით შეწყვეტა არ მქონია, მაგრამ მქონდა პირველსა და მეორე ბავშვს შორის, ესე იგი 13 წლის ამ ყოს უფროსი და მეორე არის 8 თვის. ამათ შორის მქონდა ერთი ორსულობის შეწყვეტა და თუ კი პირველ ბავშვს საერთოდ არ დამჭირებია რაიმე მკურნალობა, მეორესთან მიმართებაში უკვე აი ამ მუცელზე ნემცებს ანტიკოაგულანტს ფაქტობრივად მთელი ორსულობის განმავლობაში ვიკეთებ და მე ვიცი რა არის ყოველი დილით ამაზე ადგომა, არ დამავიწყეს, აბა გაკეთება, აბა ჩალურჯება, ანუ ძალიან რთული არის ეს მათთვის. თუმცა თქვენ ექიმი ხართ. მე მინდა ერთ ნაწილს გაუსვა ხაზი, თუ შეიძლება მომაწოდეთ, როგორც ქირურგმა და ამის შესახებ მუდმივად ვაკეთებ მოხსენებებს აზიის ქვეყნების ფორუმზე, სადაც 800-მდე მონაწილე იყო და 27 ქვეყნის მქონდა სწორედ ეს მოხსენება, როგორც ქირურგს საშვილოსნოს განვითარების ანომალია, ამ შემთხვევაში საშვილოსნოს წკიდის არსებობა 12%-ში განაპირობებს ორსულობის შეწყვეტას ერთს და მეორეს და მესამეს. ეს გენეტიკურ ფაქტორებს გენეტიკური ფაქტორში თუმცა განვითარების თავისებურებაა, აქვს ტიხარის საშვილოსნო, ზგიდით საშვილოსნო პაციენტს და ამის შესახებ მან არაფერი იცის, 3D ეხოსკოპია რაც შემოვიდა, მას შემდეგ უკვე კარგად ვადგენთ ამას, 2D ეხოსკოპიაზე იშვიათად ჩანს და ნახეთ
მე მყავდა პაციენტი ამ შემთხვევებს უკვე გვარი სახელი აქვს, უკვე მისი დოკუმენტირებულია 6 შეწყვეტილი ორსულობით ეს დასაწყისშივე და აღმოუჩინეთ ტიხარი. როგორც კი ტიხრის ოპერაცია 15 წუთიანია გაუკეთეთ, 2 თვეში უსვებ ორსულობაზე, პირდაპირ გააჩინა და ასეთი ერთ-ერთი დოქტორანტია ამაზე მუშაობს, დიდი მასალა გვაქვს, რომელიც წარმოვაჩინე მსოფლიო კონგრესზე არაერთი. ქალბატონოვანი, მოდით აუხსნათ რა კლინიკური კვლევები, რა მეთოდებით ხდება დიაგნოსტიკა თქვენ სამედიცინო ცენტრში? უმნიშვნელოვანესი არის ამ შემთხვევაში ეხოსკოპია, 3D ეხოსკოპია და მნიშვნელოვანი არის კარგი მკვლევარი, ამ სფეროში სპეციალიზებული მკვლევარი, რომელიც ჩვენ ბედნიერება გვაქვს იმის, რომ ყავს. უმნიშვნელოვანესი არის შევაფასოთ არა მარტო საშვილოსნო, არამედ სხვა სისტემები, ეს არის სარძევე ჯირკვალი, ეს არის ფარისებრი ჯირკვალი, მათი ჰორმონული მდგომარეობა როგორი არის, იმიტომ რომ მათი ნორმატიული მაჩვენებლები განვლენას ახდენენ ორსულობის შეწყვეტაზე და შესაბამისი მკურნალობა, ენდოკრინული ფაქტორები უმნიშვნელოვანესი არის ერთ-ერთი ამ შემთხვევაში. აი არის რომ როდესაც თქვა ყველაფერი წესრიგში მაქვს, ხო მოდის პაციენტი და აი არც საშვილოსნოს, არც ესენი არაფერი არ მაქვს, ხო? ამ შემთხვევაში უკვე მივდივარ ჩვენ ინვიტრო განაყოფიერებაზე. უბრალოდ მანამ სანამ დავიწყებ ჩვენ უშუალოდ ინვიტრო განაყოფიერებას, ხდება წყვილის გამოკვლევა გენეტიკურ ფაქტორებზე, ანუ ხო არ არიან ისინი რომელიმე რაიმე გენეტიკური პათოლოგიის მტარებლები, ანუ მტარებლობის ტესტია, ესე ქვია, მას ნახულობთ, შემდგომ უკვე ვაკეთებთ ინვიტრო განაყოფიერებას და ვახორციელებთ ამ ემბრიონების გენეტიკურ კვლევას. მანამ სანამ გადავიტანთ საშვილოსნოს ზღვრში. მას შემდეგ რაც მოგვივა უკვე საშვილო დასტური, თქვა ემბრიონების რა არის, თქვა რამდენი არის კარგი და რამდენი თქვა ანომალური, უკვე გადაგვაქვს კარგი ემბრიონი და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა წარმატების შანსი უფრო მეტად იზრდება. და დღეს უკვე ბევრი მიმართავს აი ამ ინვიტრო ტექნოლოგიას და რატომ? იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის ორსულობის შეწყვეტებთან, მით უფრო მეტად იზრდება ქალის ასაკი, ხო? და უკვე 35 წლის ზემოთ ეს მარაგის თავისთავად მცირდება და აღარ არის რო იმისა, რომ მოდი ბუნებრივ ველოდოთ და აბა მოდი კიდე რამდენჯერ და ეს მათთვის ძალიან ფსიქოლოგიური სტრესი არის, აი რამდენჯერაც ორსულობა დადგება, აღარ იციან, გაიხარონ, უთხრან და მეკითხებიან ხოლმე, რომ ani ექიმ როდის ვთქვათ და ვეუბნე, ხო, აი ვთქვათ, კი ვუთხრათ და ვთქვათ არის ხოლმე, რომ ხან ვთქვათ ვიღაც დაბადების დღეს უმთხოვენ, ვიღაცის რაღაცას და ეს არის რომ უკვე იციან, რომ ნამდვილად დიახ, ცხოვრებისეული მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთან კეთდება ყველაფერი, რაც კი შეიძლება, რომ მართული იყოს ამ ხრივ მკურნალობისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთ სივრცეში იყოს ყველაფერი. ამის გამოც არის რომ 5 გზის ევროპული სერტიფიცირება გვაქვს 2016-19. პაციენტი გააგზავნე, გამოაგზავნე, წადი, წამოდი. ეს მთელი ცხოვრებაა და იქ რიგში დგას ჯერ ქალაქში როგორ დადის ჩამოსული პაციენტი მით უმეტეს. ქალბატონოვანი, რა თქმა უნდა, სწორი დიაგნოსტიკის შემდეგ დგება მკურნალობის საკითხი. თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით ჩვენ ვიწყებთ მკურნალობას და როგორც არის თქვა გაწერილი იმის მიხედვით ვახორციელებთ. თუმცა ეს არის აუცილებლად ინდივიდუალური მიდგომა და რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი თქვა ამ გაიდლაინში გაწერილი ვერ იქნება და თან პაციენტი არის ძალიან ემოციურად სხვადასხვა პაციენტი სხვადასხვა ემოციური მხარდაჭერა ჭირდება, სხვადასხვა დრო ჭირდება, თქვათ გამოყოფილი კონსულტაციისთვის. თქვენ რომ 50% შემთხვევაში ვერ დგება დიაგნოზი, ზუსტად გაურკვეველი მიზეზების გამო ხდება ეს ორსულობის დაადრევის შეწყვეტა. ამ შემთხვევაში რას თავაზობთ პაციენტს? დიახ, ამ შემთხვევაში თავაზობთ სწორედ ინვიტრო განაყოფიერებას, ნაყოფის წინასწარი გამოკვლევით და რომელიც უკვე პროცენტს დამდგარი ორსულობისას მნიშვნელოვნად წევს მაგალითად. ბატონო არსენ, ქალბატონოვანი, ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ კი ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით, ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ შაბათს, კვლავ ძალიან საინტერესო სამედიცინო თემებით. ასე რომ ვიყურეთ და აიმაღლეთ იმუნიტეტი.